მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, იწყება დიდი გადაცემა. ბატონი ილია ინჯია, საქართველოს პარლამენტის წევრი, სოციალისტური, რა ქვია თქვენს გაერთიანებას, ჯგუფი ხო ეს? ევროპელი სოციალისტები. კი ბატონო, ევროპელი საპარლამენტო ჯგუფი. ჯგუფის წევრი. პირველად არის ტელევიზიაში, კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ჩვენს ოჯახში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ ვიცით, ვისი ვაზიც არის ბატონი ილია, ჩვენ ვიცით მამა ფრიდონ ინჯია, სწორედ აი ამ სოციალისტური ფრაქცია ერქვა მაშინ. ფრაქცია იყო კი ბატონო, სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი ავტორი იყო. მისი პოლიტიკური და მენეჯერული წარსულიც ვიცით თქვენიც. ვიცით რომ არა მარტო მიშას, არამედ სხვა ჩვენი ქვეყნის მმართველობის რეჟიმებას გარკვეულწილად დაგაზარავათ და ვიცი ეს ხასიათი თქვენი, ესე იგი ინჯიების ნამდვილი კარგი მეგრული ხასიათი, რომელიც ახლა გიწევს თქვენ შენ გააგრძელო ეს ესტაფეტა აიღე ხელში, რაც არ არის მარტივი საქმე. მოდი დავიწყოთ мотивაციით, თუ რატომ მოხვედი პოლიტიკაში. მე მგონი რომ ეხლა პოლიტიკაში მოსვლა, მით უმეტეს ადამიანს, რომელსაც წარმატებული ბიზნეს გამოცდილება აქვს, არის მართალი პრობლემების გაჩენა, საკუთარი საჯაროობა პრობლემაა, ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები იძულებული გახდებიან აიტანონ თავდასხმები შენზე. მხოლოდ იდეა თუ არის ამაში და მეტი არაფერი. გითხარი რომ რატო გადაწყვიტე ეს ამის გაკეთება? ბევრი მიზეზი არსებობდა ამისთვის, ეხლა ჩვენი ოჯახი ასე თუ ისე ყოველთვის იყო ჩართული მეტნაკლებად პოლიტიკაში. არა დღევანდელი ბოლო წლების ის რეალობა, რა რეალობის წინაშე ჩვენი ქვეყანა დადგა, მithumets მთელი ჩემი ცხოვრება აქ ცხოვრობ და ყველა ეტაპი გავიარეთ ერთად. და ძალიან ნათელი გახდა ის გარემტრეების და შიდა მტრების ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. და როდის თუ არა ეხლა იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ყველა ერთად გავერთიანებულიყავით, რაღაცნაირად ეს ძალები შეგვეკრა და ერთად დამდგარიყავით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. რა ვიცი, მადლობა ღმერთს, რაღაცნაირად დღევანდელ დღემდე მოვედით, ვფიქრობ, რომ ყველას, ვინც ამაში არის დღეს ჩართული და ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით ქართულ ოცნებას მოუწია ამ ყველაფრის გავლა, დიდი სიმძიმების და დიდი გამოცდილების მიღება და გამოწვევებთან შეჭიდება და ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ჩემი გადაწყვეტილების მიღების, რომ ეს მომენტი არის ალბათ გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის და მე ესე უყურებ, რომ ამ ყველაფერს თუ გაუძელით და როგორც ახლა აქამდე მოვედით, ძალიან დიდი მომავალი ექნება ჩვენ ქვეყანას და რაც გვინატრია, რომ აი ნეტა ჩვენ ქვეყანაში ესეთი ქვეყანა გქონდეს, ესეთი ასე იყოს. აი ესე იყოს, რომ მე მგონი მივდივართ ამ რეალობამდე და ანდახან ხუმრობ ხოლმე, რომ მე მგონი აგვიხდა თქო რა. ხო, ივერია გამწყდება გვინდა, ივერიის გამწყდება გვინდა ყველას. ეს ლიტონის სიტყვები რომ არა მე მესმის რომ ვიღაც ჩვენ საუბარს მოусმენს და იტყვის რომ ან ცრუობთ ან მოცნებობთ, მაგრამ თუ შევხედავთ იმას რა ხდება მსოფლიოში, აი დღეს რამოდენიმე ხნის წინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა რაც დაატრიალა მიუნხენში, რომ პირდაპირ პირში მიახალა ევროპას ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენზე უფრო მეტადაც თქვა. გოგა ხაინდრავა გამოდის და ძალიან კაფიოდ ალხელს ხოლმე ევროს კავშირს. გოგა ხაინდრავაზე მაგარი აღმოჩნდა ამ შეფასებებში უფრო შორს წავიდა. მან თქვა, რომ ავტორიტარული რეჟიმები არის ევრობიუროკრატიის ავტორიტარული რეჟიმები, არჩევნების გაუქმებაზეც ილაპარაკა, როგორც რუმინეთში იყო და მან თქვა, რომ ასეთ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიასთან ამერიკას არ შეიძლება რომ კავშირი ჰქონდეს. ეხლა ეს ყოველ დღე არის ჩემთვის პირადად მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხვდები, რომ იცვლება სამყარო, სენსაცია არის. შენი აზრი მინდა. რა თქმა უნდა, მოლოდინი გქონდა, რომ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდებოდა სამყაროში. ასეთი ალბათ ხო. მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ასეთი სიჩქარით, ესეთი დიდი ნაბიჯების გადადგმა მოლოდინი ნამდვილად არ მეგონა ესე თუ დალაგდებოდა. თავი არის, რომ ძალიან დიდ ძალას დაეჯახა ამერიკის პრეზიდენტიც და მისი აპარატი, რომელიც ყოველ დღე აი ისეთ მაგალითებს და ისეთ რეალობებს გვანახებს, რომ
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამდენი წლის მანძილზე ვიძახდით, რომ ეს ხდება ხალხო რაღაცა გამოფხიზდით, შეხედეთ, შემოგხედეთ რა დღეში ვართ, აქ ეს უკუღმა გვეუნებიან, თვითონ სხვანაირად აკეთებენ. კი. ყველაფერი შემოუტრიალდა და ჩვენთვისაც ბევრი რამე აღმოჩნდა სიურპრიზი რა. აი, რა გითხრათ, მეც თქვენთან ერთად ყოველ დღე გაოცებული ვკითხულობ იმ ახალ ამბებს, რაც ჩვენ გარშემო და ამ დიდი ქვეყნების პოლიტიკურ ასპარეზზე ხდება. ხო, პირდაპირ ასახვა აქ მე მგონი. მე აი ფიქრობ, რომ იმ ხალხზე, რომელსაც არ მისცა ხმა ქართულ ოცნებას, უფრო მცირე რაოდენობა, რომელიც აპროტესტებს, იმაზე მცირე, რომელიც უბრალოდ უზდელურად იქცევა და უმსგავსოებში ჩადის, ხო? რა თქმა უნდა, ანგაჟირებული და დაფინანსებული ბევრია მათ შორის. არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცა შეიშალდნენ, მე მგონი, აი ან რაღაც აბსოლუტურად განათლება აკლიათ. აი უბრალოდ მინდა ახსნა ეს ჩვენ ერთი თაობა ვართ მაინც და აი ზოგიერთი ახალგაზრდის ყველასი არა მეთქმა დაიმფეროს. ვერც დაელაპარაკები, ვერ აუხსნი, რომ სოფლიო წავიდა სხვა გზით. რასაც ისინი იცავენ, ის აღარ არსებობს. მორჩა, დამთავრდა. აღარ არის. გაქრა, ტყუილი იყო და გაქრა. ხო? აი როგორ ფიქრობ შენ ალბათ როგორც პოლიტიკოს გიფიქრია მაგაზე რა არის გასაკეთებელი როგორ უნდა სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი რა თქმა უნდა ესეც ალბათ იყო რა ერთ-ერთი მიზეზი და ვერც იმას ვერ ვიტყვი ესე გადაჭრით რომ ვთქვათ გაუნათლებელი ხალხი ყოველ შემთხვევაში მე არ მეგონა მე უყურებდი რომ განათლებული ადამიანები არიან რომელსაც უსწავლია მაგარ ადგილებში უსწავლია დაუმთავრებია მაგრამ რაღაცა ვხედავთ ამას ყველა რომ ამ ანალიზის გაკეთება როგორ პრობლემა გახდა ყველასთვის და რა თქმა უნდა არიან ადამიანები ვისთვისაც რაღაც ქცევა ზოგისთვის გადამდებია და აყვება ამ ემოციას საერთოდ ემოციური ხალხი რო ვართ ეს დღეს არ არის ხო საერთოდ ეგრეა ამიტომ ვერ გეტყვით, ჩემთვისაც გასაკვირია ეს ყველაფერი. კი, ახალგაზრდების კიდე არ მიკვირს, იმიტომ რომ მაინც ახალგაზრდები არიან. არ უნახავთ, არ გაუვლიათ ეს ყველაფერი. სხვანაირი სასწორით წონიან რეალობებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს დიდი ცვლილებების შემდეგ ბევრი ადამიანი დაფიქრდა კიდე მაგაზე. ვიღაცები იქნებიან ალბათ, ვინც ვერ მივლენ, ხო? ეგეთი ადამიანების დარჩებიან და ალბათ უნდა დარჩნენ კიდევაც რომ ჩვენც არ მოვიმას არ მოვდუნდეთ ხო ვიყოთ ყოველთვის ფორმაში ხო ანუ მე რატო გეკითხები იცი რომ აი ავიღოთ ხო ეს ჩვენი საზოგადოება ყველანაირი ხალხია და ყველანაირი ხალხი უნდა იყოს და ყველანაირი ხალხ ადამიანს უნდა გქონდეს აზრის გამოსმის უფლება მაგრამ დომინანტობის სურვილი უმცირესობისა სოციო-კულტურული მეინსტრიმი არსებობს რომ სტუმართმოყვარეობა კარგია სალოცავი არ უნდა შებილწო, საჭმელში არ უნდა ჩააფურთხო, ოჯახი არ უნდა არიო, შვილები მშობლებს არ უნდა დაუპირისპირო, მოხუცებს უნდა პატივისცე, ეკლესიას უნდა პატივისცე, შეიძლება არ გწამდეს, მაგრამ ასე შემდეგ, ისეთ რაღაცებზე დედა, მამა, ქალია, კაცია, ხა ტრამპის სიტყვებს ვიმეორებ. რაღაცა არის ბაზისი, რაზეც საზოგადოებები ფუძნდება. და როგორ მოხდა, რომ ასე მოკლე დროში ეს ყველაფერი რაღაც გარკვეული რაოდენობა ადამიანების მიერ კითხვის ქვეშ დადგა და გაყვნენ რაღაც ლანდებს, რომელიც გაქრა ეს ლანდები რა, ეგრეთ წოდებული ევროპული დემოკრატია. როგორ მოხდა ამაზე ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ამით უშველი ჩვენ. როგორ მოხდა? ბევრი მიზეზია და პირველ რიგში ალბათ ჩვენ გამოგვეპარა ბევრი რამე. გამოგვეპარა, იმიტომ რომ როცა ბევრი პრობლემები გაქვს გარშემო, აქედან ის გიტევს ესე, იქიდან ეს შეიძლება ყველაფერს ვერ მიაქციო ყურადღება, მაგრამ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო საგანმანათლებლო სფერო, რამაც ამ დონეზე რის შედეგსაც ჩვენ ახლა ვხედავთ. აი ჩემი აზრი ეს არის, რომ რაღაცა მომენტში ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელზეც უნდა დაგვეშენებინა ჩვენი კიდე მომავალი თაობა, მაგრამ არ არსებობს ცხოვრებაში გამოუვალი მდგომარეობა, არ არსებობს. ასე რომ აუცილებლად
გამოვალთ ამ მდგომარეობიდან აუცილებლად ეს დაალაგდება და აუცილებლად კიდე უფრო გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა და იმედი მაქვს რომ ეს ახალგაზრდებიც ერთმანეთის შემყურე დაინახავენ იმ რეალობას ეხა ყველა ახალგაზრდა ხო არ არის ერთ ჭკუაზე ზოგი მადლობა ღმერთს რომ ხვდება ამას ყველაფერს ხედავს კარგად მართლის განაპირობებს რასაც ეხლა რაც იწვნიეს რასაც ყოველდღე უყურებენ რომ მართი გმირები ხო პანტაპუნტით მიდიან ეხლა შოლცი მიდის მაკრონს დიდი ხანი არ დაჩენია ხო ეს ევროკავშირის ჩინოვნიკებიც არ დაელაპარაკება ტრამპი ამერიკა მაგათ არ დაელაპარაკება არ შეიძლება რატო უნდა დაელაპარაკოს ხო არა ნამდვილად ეხა თქვა კიდევაც ხო ახ მეტი რაკნას ეხა იმ გაცმა ყველაფერს ამბობს ხო თავისუფლად ღიად ამას უხსნის რა რატომაც იმასაც უხსნის ასე რომ აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით რომ ასეთი მოლოდინი მართლა არ მქონდა ასე სწრაფად რომ შეიცვლებოდა ყველაფერი მაგრამ ყველაფერი ალბათ რაღაცა დადებითისკენ მიდის კი პარლამენტში ხარ და თვითმკვლელები არიან პოლიტიკურად და არ შემოვიდნენ პარლამენტში ეს კაცი ბოლი კაცი მოღალატე რაღაცებს ჩალიჩოს მაგრამ ან მაისამდე უნდა შემოვიდეს თორემ გააგდებენ მაგასაც ხო და მოხდა ისე რომ გარკვეულწილად დარჩა ეს ქართული ოცნება რაც არ ვარგა იმიტომ რომ ოპოზიცია უნდა იყოს რამდენად შეძლებს ხალხის ძალას ვკითხე და ვკითხავ კიდევაც და თქვენს რაღაც როგორც გარკვეული ჯგუფი რამდენად შეძლებს აი ამ მისიის იმიტომ რომ ხელოვნური არაფერი არ უნდა იყოს ეხა იმიტომ რომ მე რაღაცა ილუზია შექმნა რომ იქ რაღაცა დაუპირისპირდა ვიღაცას ამის გამო არ უნდა ვიმოღვაწეო ხო სადაც არ არის საჭირო იქ არ უნდა გააკრიტიკო მაგრამ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ისე როგორც ყველა ხელისუფლებას ბევრი რამე აქვს არასწორი აი როგორ აპირებთ ამ ყველაფერზე რო ვიფიქრეთ და შევხედეთ იმ რეალობას რაც რა რეალობაშიც აღმოჩნდით ჩვენი ქვეყანა და არა მარტო ჩვენი ჩვენ გარშემო რა რეებიც მოხდა და ვინახეთ რომ ჩვენი ქვეყნის პატრონები უნდა ჩვენვე ვიყოთ რა თქმა უნდა ერთ ძალას არ შეიძლება ყველაფერს ყურადღება მიაქციოს და ეს შეუძლებელია ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით აი ზეგან განათლება ვახსენეთ და ჩვენ გვინდა ის მისია ავიღოთ ჩვენ თავზე რომ ის რაც კეთდება აუცილებლად გავაკონტროლოთ და ყოველთვის ფორმაში იყოს უმრავლესობაც და მართლობაც და ჩვენი თემებიც წამოვწიოთ და უმნიშვნელოვანეს ეს რა არის მაინც ამიმართულება და რა თემებია გამოვდივართ იქიდან რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი კიდევ უფრო გასაძლიერებელია ხალხია ჩვენ ძალიან ბევრი სტრატეგიული ობიექტები რეალურად ჩვენი ქვეყნის მართლობაში აღარ აქვს. ეს რუსეთს არის ხო. და ამერიკას არ აქვს, იმიტომ არ ჩირდებოდა რეალურ ეკონომიკაში ფულის ჩასვლა. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ ნელა უნდა დავიწყოთ ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიმართულებების შენება. ხო, პირველ რიგში აღარ გამოვა, გასაგებია. ექსპროპრიაცია აღარ გამოვა. არა, ეგ რა თქმა უნდა არ გამოვა, მაგრამ ბოლშევიკური არ რაღაცეები გადავდგათ ნაბიჯები და ალბათ ჩვენ დავაყენებთ, მოვამზადებთ ამ საკითხს, რომ ბევრ ევროპის ქვეყანაშიც არის ესეთი რამე, რომ სახელმწიფო ბანკის თემა წამოვწიოთ. ხო, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკონტროლებდეს თავის ფინანსებს და გრძნობდეს რა და როგორ ანუ ეს ეროვნული ბანკის ეს კონცეფცია თქვენი აზრით ეროვნული ბანკი არის როგორც მაკონტროლებელი მარეგულირებელი ხო მაგრამ თვითონ უშუალოდ ბანკი რომელიც ბევრ ქვეყანაშია ევროპის მე როგორ ვიხდი იცი რომ ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებული ფული ბიზნესის განვითარებისთვის ოღონდ ჩერეს ბანკები აი ზუსტად ზუსტად ეგეც ერთ-ერთი კი და ბანკები გამიდნენ ხო ეხა ხო არის აწარმოე საქართველოს ფონდი ამდენი პროექტები გაკეთდა კი ბატონო ამდენი და სულ არის საუბარი იმაზე და გქონდა საუბარი რომ აი იაფი ფული რა იყო და ამის ახსნა გვჭირდებოდა ყოველთვის თუმცა მენეჯმენტი ისევ კერძო ბანკებს დავავალეთ კი და იქ იმას თავისი ინტერესი ჰქონდა რატომაც არა თუ სახელმწიფო პროგრამებია და ამას ქვია რომ
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი, თვითონ აკონტროლოს ეს ყველაფერი. ჩაითვალა რომ სახელმწიფო მიდად მოუხეშავია ეს ლიბერტარიანული მიდგომა იყო რომ მას დონორია უბრალოდ და ყაირათიანობას და მიზნობრიობას ბანკი უფრო გააკონტროლებს, თუმცა გეთახმები რომ არის სადაო თემაა. კი. მაგრამ არასდროს ამაზე არავის არ დავიწყო. ლაპარაკი არ დაუწყო, გეთახმები. აი ერთ-ერთი რაღაცას მნიშვნელოვანია, საინტერესოა ძალიან. იმიტომ რომ ამაზე შეიძლება ბევრი რამე იყოს აგებული. იუსტიციის სახლის სერვისები, ესე ყველაფერი აბსოლუტურად. საგადასახადო რაღაც სისტემა გადახდის, ჩვენი შიდა რო გქონდეს და ასე შემდეგ. ბევრი მიმართულებები არის. ანუ რაღაც სერვისები, რომლითაც ბანკები, რომლებიც სხვადასხვა პირდაპირ გეტყვით და არ არიან ქართული ბანკები. მე არ მინდა სახელების და გვარების დასახელება, მაგრამ ქართველების არ არის ეს ბანკი. საქართველოს მოქალაქეების ეს ბანკები არ არის. ხო ვიცით ყველა. ვიცით ყველა. ვიცით არის ესეც ხო ვიცით? აი ეგ არ ვიცით ზუსტად. ისეთი ძალების, რომლებიც უფლებას აძლევენ დიდ ბანკებს პირდაპირ ჩაერთონ და იყო ეს მაგალითები რევოლუციურ პროცესებში. აი სულ რო არ შევიდეთ ამაში, აი მაგ განხილვაშიც რომ არ შევიდეთ და სულ რო ქართველების იყოს ნაწილობრივ, ხო? მაინც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ეს ნაბიჯი კიდე უფრო დააფიქრებს იმათ თავიანთი სერვისის პროცენტზეც, დახვეწაზეც და კონკურენციაზეც. სად ორი ბანკი და სად სახელმწიფოც რაღაცა სერვისებში ჩაერევა და ამას შეიძლება კერძო სესხები არ უნდა გასცეს, დაუშვათ. მაგრამ დევნილები, პენსიები რაღაც გარკვეული სახელმწიფო სერვისების გადახდა უამრავია, რაშიც დიდი ფული ტრიალებს აი ამ ბანკებში. კომუნალურები არა, იმიტომ რომ კერძო ორ კერძო სუბიექტს შორის არის, იმიტომ რომ ესენი გასხვისებული გვაქვს ჩვენ კომუნალური სერვისების მომწოდებელი. ეს გასაგებია, მაგრამ აი ეს მართალია. ესეთი მიმართულებები იქნება ბევრი კიდე. სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობა არის ეს თუ 1000 რამე. აი ფიქრობთ, რომ ჩვენ ესენი უნდა გავაკეთოთ შეხარ ჩემ ბატონო, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაზღვევა, რომელსაც არც დიდი ბანკი ხელს არ კიდებს. საქართველოს შეუძლია გარისკვა და ძალიან დიდ სტიმულს მიცემს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ფერმერებს ეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. კი, აი ხლაც მომდის თავში, არის ამაში რეზონი, გეთახმები, კი ბატონო. ხო, მაგრამ ისე იმაბავს მინდა დაუბრუნდე. ალბათ არ ვიცი რა სიზავს გახარია, ალბათ შეიძლება არც არ იზავს და ეს 4 წელი გვექნება აი ესეთი პარლამენტი. რა თქმა უნდა ფორმალურადაც და ისე ძალიან ცუდია რომ ეს მკვეთრად გამოხატული ოპოზიცია არ არის, მაგრამ კარგიც ხომ არის რომ უკვე კონსტიტუციურ რეჟიმზე წავა იქ დავა და აუცილებლად ეს აუცილებელია და ამიტომ რადგან ეს ნიშა განთავისუფლდა ჩვენი მიზეზით ერთ-ერთი მიზეზიც ეგ იყო რომ ჩვენ რაღაცა შეგვექმნა ის პატარა ძალა თუნდაც ვისაც შეიძლება რაღაც პოლემიკაში არგუმენტირებულ პოლემიკაში შესვლა თავისი ინიციატივების წარმოდგენა და ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. აი გამოვდივართ მაკედან. ნებისმიერი ჩვენი იდეა, გადაწყვეტილება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ხო, ეს არის იდეა იმისი, რომ ლიბერტარიანული მიდგომით ფული შეიძლება მთავრობამ გამოყოს, ამ ფულს მე კერძო სექტორი მიხედავს, ბანკები თუ სადაზღვევოები და შემდეგ უკვე ყაირათიანად გაანაწილებს და სინამდვილეში თუნდაც ამ ძალიან მაგარი დაზღვევის პროგრამით მივიღეთ თავკომბალა, მივიღეთ ჩვენ სამეცნიერო სფეროში, ფინანსურ სფეროში ისეთი დიდარი ორგანიზაციები, რომელიც სახელმწიფო ფულს იღებენ, რომლებიც როცა კრიტიკული მომენტი დადგა, არ მინდა გვარები და სახელები კიდეთ ხომ, ყველამ ვიცით ეს. სადაზღვევო ფირმები, სამედიცინო, ასე ვთქვათ, კომპანიების მფლობელები და ასე შემდეგ, დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს. ანუ ხვდებით რა ნონსენსია რა რომ პირდაპირ აქედან გამდიდნენ და მე გამარჯობა შენ დაუპირისპირდნენ. ეგ ეხლა არ არის სწორი. არც შემგან იქნება ეხლა სწორი რომ ყველაფერი იცის ისე კაცი ჩვენ კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და გვარს არ დავასახელებო. ყველა მიზეზს ლაპარაკობთ კი ბატონო. ასე რომ ბევრი რამე გვანახა ამ დრომ, ბევრი რამე მოხდა ჩვენს თვალწინ და ეს გვაძლევს იმის საშუალებას და
ლეგიტიმაციას, რომ მსგავს რაღაცებზე მოგვიწია ფიქრი. ხო, და მსგავსი რაღაცების დაცვისთვისაც კარგია, სახელმწიფოს დაცვისთვის არის კარგი. ზოგადად უნდა, მე მგონი, ეხა ძალიან კარგი კანონი იხვეწება მედიაში უცხოური ფულის და უცხოური გავლენის შეზღუდვისთვის და ზოგადად უნდა განზოგადდეს ეს, რომ ინვესტიცია კეთდება, გასაგებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტორს არ უნდა შეეხო და უნდა შეუქმნა ისეთი, რა ქვია, გარკვეული დადებითი აურა და მომსახურება უნდა შესთავაზოს ძალიან მაგარი, მაგრამ რაც კონკრეტულად სახელმწიფოს საქმეა და ინვესტორი ვერ შევა, იქ სახელმწიფოს უნდა კონდეს საკუთარ ფულს გაყვეს ბოლომდე. თავისი ბერკეტები აუცილებლად უნდა კონდეს. კი ბატონო, აი ძალიან კარგი იდეა. და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც ხლა ეს ევრორეზოლუციებზე და ასე თქვათ ქმედებებზე მინდა რომ კითხო. აი ხა რასაც აკეთებენ ქრება პროტესტი, მე მგონი ფულიც უთავდება ჩემი აზრით, რომ იხარჯება რა ეს ფული რა. და ცდილობენ რომ ეს ბოლო ამოსუნთქვა, სანამ ამერიკასთან ცივი ომი დაიწყება და დაიწყო უკვე, გვაყრიან უსამართლო, აბსოლუტურად უსამართლო, ისეთ სიგიჟემდე მივიდა რომ მიშა ახსენეს, ჩარჩენილია, რაღაცა რო ჩაქრჩება რა, რაღაცა წერილს რო წერს და რო გაქვს შაბლონი მზად და ვერ შვები, ვერაფერს ვერ უშვები იმ შაბლონიდან ვერ ცვლი ვერაფერს. აი ესე რეზოლუციაში ჩარჩენილია მიშას. ხო ცხადია უკვე ფეხებზე კიდიათ. ეს რეალობა. ეს რეზოლუცია უკვე იმდენად შევეჩვიეთ მსგავს რაღაცებს, რომ აბსოლუტურ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს ხალხი თავის ქვეყნებს არცემენ პატივს ამ ასეთი მსგავსი რეზოლუციების გამოცემით. ასეთ რეზოლუციებს რომელ ქვეყანას ეკუთვნება, მაგათ სამშობლო არა აქვს. ნუ ეს ხო ნაკრებია. ხო, რაღაცა განსაკუთრებული ნადირლების კრებულია, რომლებსაც იმ ქვეყნებსაც, ვისაც წარმოადგენენ, იმათაც არ აინტერესებთ ეს რეზოლუცია. თავისი ქვეყანაც კი არ აინტერესებთ. და უპასუხისმგებლოდ ეპყრობიან იმ თანამდებობას, რაც უჭირავთ, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ არ აინტერესებთ თავიანთი ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი, არანაირად ამას როგორ შეიძლება ამას ეს დაერქვა, როცა ერთი და იგივეს მერამდენედ იმეორებ, ხო? აი ტრამპს უბრალოდ არ აქვს ეხა ძალა რომ გადაწყვეტს ამათ, თორე ალბათ დაშლიდა ამაც უკვე. არა, სალომე ზურაბიშვილს რომ აცხადებს ევროპა, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად. რომ ისე პრეზიდენტია, თურმე. ამასთან ძალიან კომიკური ამბავი ვნახე, ევროკავშირის ეს ხელმძღვანელი ფონ დერ ლაიანი და ბალტიისპირეთის, პრიბალტიკის სამი ქვეყნის პრემიერები ხელი-ხელ ჩაკიდებულები რაღაცას აჭერდნენ. მეთქი რა ხდება, რაღაც ახალი გაუშვეს, ახალი ხაზი, ახალი ენერგეტიკული ობიექტი, ახალი კაშხალი. თურმე ზეიმობენ ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსეთის ენერგოსისტემიდან ჩახსნას. არა, ეგ ხო. თან გაზვირდება, დარწმუნებული ვარ. ხდებით რა სიგიჟია, აი უბრალოდ რო ხდებოდა, მიხდეთ რა არის რა სიგიჟე. ეს აი დაახლოებით აი სიგიჟე. 2008 წლის ომი რო ჩვენ მოვიგეთ, აი დაახლოებით. მე მახსოვს საწყალი შევანაძე რო ხსნიდა ბაქო ჯეიხანს და რაღაცა იხსნებოდა, რაღაცა კეთდებოდა, მართლა ნუ აიყო რაღაც ამაღლებული ატმოსფერო. ეხლა ზეიმობენ, აი ესეთა წაკროკებს ხელი დააჭირეს და რა ზეიმობენ? ანუ რაღაც ეხო ისეთი ჟესტია, რომ გაიხსნა ტრასა, რაღაცა კოსმოდრომი, გამოვწეს ის და იქით სტემსელიდან გამოიღეს და უბრალოდ ძვირში შეარჩეს და ეს იზეიმეს. ანუ აი ეს ეთქობა არ არის მარტო მიშას მოფიქრებული, არა, ეგ მარტო არ ვარ. აფრენენ ხო, ამაზე ვილაპარაკებით ბატონო ნოდარი მოსულია, ხო? კი ბატონო, მოდი ახლა წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. ოჯახი, ცოლიშვილები. კი, ცოლიშვილები, გოგო ბიჭი. ძალიან კარგი. და წარმატებული იყო შენი საქმიანობა. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ არ არის მაინდა-მაინც სახარბიელო საქმე, საჯაროობა, მაგრამ რაკიღა მაინც ნახევრად იყავი ბარემთლიანად. დიდი მადლობა მოკითხვა შენს ხარეს, ძალიან მაგარი მხარი დანახართ და მაგრად იყავით, ეხლა რეკლამას ვნახავთ და შემდეგ ბატონი ნოდარი კაპანაძე გვეწევა.